გამარჯობა მეგობრებო, შთამაგონებელი პოდკასტი დაგიბრუნდათ. ესე იგი, მე და სანდრო დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო კალამზე, ძალიან მნიშვნელოვან ბრენდზე. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ შთამაგონებელ პოდკასტს წარმოგიდგენთ მაღაზია ინგრეივერი და პირველი ქართული პრემიუმ ხარისხის ბლოკნოტების მწარმოებელი ბრენდი მანუსკრიპტი. და ჩვენ ვიმყოფებით კაფე სამკაულში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ ტრადიციულად ვიმყოფებით. კაფე სამკაულში არ გაგიკვირდეთ რომ ჩემს უკან ნაძვისხეა, იმიტომ რომ კარგი ვერ ავიღე ხა, ტრადიცია მაგეგეთი 31 იანვრამდე არ უშლი ნაძვისხეს. ასე შეგვახსენეს რომ ტრადიციები მნიშვნელოვანია, ჩვენ რა თქმა უნდა ამას პატივს ვცემთ, ამიტომ ეს ეპიზოდიც ნაძვისხესთან ერთად იქნება მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჩავლილია. მოკლედ უკვე შინაურულად ვგრძნობთ მე ამ გარემოში თავს და დღევანდელი თემა დავირჩიეთ ავრორა. ავრორა არის ძალიან დიდი სახელი, ძალიან დიდი ბრენდი კალმების ინდუსტრიაში. ვინც კალმების ინდუსტრიაში კარგად ვერ ერკვევით და მანქანის ანალოგია რომ მოვიყვანოთ, პრაქტიკულად არის Ferrari. კი. ალბათ. სწორი შედარება იქნება თუ ვიტყვით რომ ეს არის ნამდვილად ესე. Ferrari. აი რაღაც კალმების Ferrari. შეიძლება ესე ითქვას, იტალიური ბრენდი ავრორა. სანდრო არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ეხლა მოდი მე რო არ ვილაპარაკო ბევრი, მოდი შენ უფრო მეტი ილაპარაკე დღეს ავრორას. მეც შაგერთვები რა თქმა უნდა. მადლობა ტორეს, მოგესალმებით მეგობრებო და მიხარია რომ დღევანდელი პოდკასტი შეეხება ისეთ დიდ ბრენდს, როგორიც არის ავრორა. მასზე საუბარი არასდროს არ მწყინდება, არც მომწყინდება და ვერც ეს პოდკასტი ეყოფა ამ ბრენდზე სრული ინფორმაციას თქვენამდე მოტანას, თუმცა ვეცდებით რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ თუ ის ინფორმაცია თუ რატომ გახდა ეს ბრენდი კალმების ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდი, რა გააკეთეს მათ, რას გადაურჩინა და ასე შემდეგ. მოდით რომ დავიწყოთ სულ თავიდან, თარიღდება 1919 წლით. მისი დაარსების თარიღი გახლავთ ეს და ვერონების ოჯახი. ოჯახი რატომ? დღემდე მეოთხე თაობა ამ ოჯახის მართავს სწორედ ამ ბრენდს და ფიქრობ რომ ეს განსაკუთრებით კალმის ინდუსტრიაში არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ოჯახს გადაეცემა და თავიდან ბოლომდე მართავენ, თითქოს ის ისტორიაც არ იკარგება, რაც პაპამ დაუხტოვა თუ ბაბუამ შვილიშვილს და ეს მიყვება ბოლომდე. და ყველაზე აღმართვა რითიც მე აღფრთოვანებული ვარ არის ის რომ მეორე მსოფლიო ომს გადაურჩინა. ანუ იყო ესეთი მომენტი რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ავრორა დაბომბეს გერმანელებმა, იმიტომ რომ გერმანელებმა მოკავშირეებმა. ხო, მოკავშირეებმა. იმიტომ რომ იტალია გერმანელების მოკავშირე იყო და მოკავშირე ჩვენმა მოკავშირეებმა და დაბომბეს იმის გამო რომ ეგონათ იარაღის საწარმო სინამდვილეში აწარმოებდნენ კალამს და ნუ გააცამტვარეს თავიდან ბოლომდე. ტურინში მათი არსებული მაშინ იმ პერიოდში ჰქონდათ შედარებით ცენტრში ქარხანა და ამის შემდეგ გადარჩნენ, გადავიდნენ შედარებით ქალაქგარეთ, სხვათა შორის წელს ვიმყოფებოდი და საოცარი 10,000 კვადრატზე ისეთი საწარმო აქვთ თავისი მუზეუმებით და ამბებით გადაჭიმული ამ საოცრება არის ეს. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ არის ერთი რამ, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომის ზოგადი გაჭირვება იყო ხო მთლიანად მსოფლიოში და თან ამ პერიოდში როდესაც გბომბავენ და ყველაფერს ნოლიდან იწყებ, წარმოიდგინეთ არანაირი დანადგარი და წელს როდესაც მათი სტუმარი ვიყავი, პირველი კითხვა ეს გამიჩნდა, რომ რამ განაპირობა თქვენი გადარჩენა და ჩემთვის იყო საოცრება, რომ სრულიად უხელფასოდ მუშაობდა ეს ხალხი, ვინც ჩვენთან იყო იქამდე სანამ დავიბომბებდით. და ერთადერთი რაც იყო და რასაც ვაწვდით, იყო ხან რძე, ხან რაღაცა ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები თუ საჭმელი საკვები, რომ მშივრად არ ყოფილიყო. იმათ 90-იანები იყო ეგ რა რეალურად რომ ხო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მართლა ვისე კალმებოდა იმ პერიოდში, მაგრამ აი ეს ცხადყოფს იმას, რომ აი ეს ალბათ ერთიანი ორგანიზმად ჩამოყალიბდა შემდეგ და 47-ში გამოუშვა 88 ნომერი, რომელმაც გადაატრიალა მთლიანად ჭავლური კალმების სამყარო.
ომის დასრულებიდან 2 წელიწადში ზუსტად ამ კრიზისიდან, როცა მიწასთან იყო გასწორებული, ავრორამ შექმნა 88 ლეგენდარული მოდელი, გვიდებს ხო მაგიდას? კი, აქ გვაქვს უამისოდ. ლეგენდარული მოდელი და რატო არის ლეგენდარული მოდელი? სხვა ეპიზოდებში შეიძლება გიხსენებია პისტონ ფილერი, მექანიზმი, რომელიც არის ჩაშენებული ჯგუშის მექანიზმი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შევსების მექანიზმი ძალიან ბევრი კალმის მოყვარულისთვის და ეს ამ ფორმით და ამ სახით, რომელთაც ჩვენ მას ვიცნობთ და არის იდეალური მუშა, არის პირველად გამოყენებული სწორედ 88-ში. ხო არ მეშლება? არა, სწორია. მაინც დავაზუსტე. კი, საოცარი არქიტექტურა იდო მასში რა. ანუ არ ღვრი და მელანს მუშაობდა ჯგუში ისე რომ არ იძროდა კორპუსიდან არ ადიოდა დაბლა, ანუ თვითონ მექანიზმი შიგნით ეტრიალებდა. ნუ შედარებით პატარა აუზი ჰქონდა მელნის, მაგრამ სამაგეროდ გრადი იყო და არ ჟონავდა. და მნიშვნელოვანია აქ რა ვთქვათ, რომ ორი ყველაზე ისეთი, ნუ რამდენიმე პოპულარული მოდელი აქვს, მაგრამ სოფლიო დონის გაყიდვებით რო ავიღოთ, ხო, ოპტიმა 88, ну შემდეგ ტალენტომი და იფსილონი. ну ეს 4 მოდელი აქვს ზირითადად, რომელზეც მთლიანი ბრენდი დგას დღესდღეობით. ну მთლიან ამის გარდა უამრავი საკოლექციო და ეს სხვა მიმართულება არის. მე ხა ვსაუბრობ სტანდარტულ რეგულარულ გამოშვებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმა გაცილებით ძველი გამოშვება არის, თარიღდება 1930-იანი წლები და იყო lever filler-ი, ეს იყო მექანიზმი, რომელიც კორპუსზე იწეოდა და შიგნით არსებულ რეზინის რეზერვუარს ამჭიდროებდა და შემდეგ რო უშვებდით მელანი ამოჰქონდა მასში. პიპეტკა მარტივად რო აუხსნათ ადამიანს, პიპეტკის მექანიზმი იყო, გარედან აწვებოდი რკინას, ხო ეგრეა, გარედან არ ქონდა ამოწეული? გარედან ქონდა ამოწეული ეს რკინა და ისე რომ კალმის დაშლა არ გიწევდა რა, ჩაყოფდი, ამას მიაწვებოდი და ამოქაჩავდა. ოღონდ შიგნით პიპეტკა იყო რა, მექანიზმი პიპეტკა იყო. ძალიან გაყიდვადი მოდელი იყო ოპტიმა ზოგადად, თუმცა 88-მ რაღაც ჭრდილში მოაქცია და მაგ პერიოდში შემცირდა ოპტიმას წარმოება და 92 წელს დააბრუნეს იგი წარმოებაში. რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით ამაზე და გავიხსენეთ ან ისტორია სრულად და იგიც მოგვევლინა შედარებით ოთხკუთხედო ფორმებში არის, ოდნავ პატარა არის ვიდრე 88 ნომერი და ნუ პისტონ ფილერია, ესეც ჯგუშზე მუშაობს და ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ხელახლა პოპულარიზაციაში იმან რომ 97 წელს უკვე limited edition ეს ლიმიტური შეზღუდული გამოშვებები აწარმოეს და დაბრუნდა ასპარეზე ესე რომ ვთქვათ ოპტიმა და დღეს გაყიდვებში 88 ნომრის შემდეგ სწორედ ავრორას თვის ოპტიმა იკავებს მეორე ადგილს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ იფსილონიც და ტალენტუმიც რომელიც ორივე მოდელი სხვადასხვა ტალენტუმიც თარიღდება სადაც 80-იანი წლებით და ეს იყო იგივე მოდელი რომელიც რეალურად ჯგუშის სისტემასთან ერთად კარტრიჯ კონვერტერს მოიხმარდა. ანუ ჭავლური კალმის ზოგადად წარმოებლებს სჭირდებათ აუცილებლად რამდენიმე მოდელი რომ ყველა მომხმარებლის ასე ვთქვით გემოვნებას და საჭიროებას მოერგოს. ამიტომაც თითქმის ყველა წარმოებელი ექცევა ჩარჩოში, ხო, არსებობს ჯგუშის დღეს უკვე თითქმის ყველას აქვს ჯგუშის სისტემიანი ჭავლური კალმები, არის კარტრიჯი, არის კონვერტერი, ან ორივე ერთად გააჩნია ზომას და ასე შემდეგ. და ტალენტომის და იფსილონის რეალურად ორივე კარტრიჯ კონვერტერზე არიან. ეს ძირითადი რაც არის, ხო? მე დავამატებდი, რომ ავრორა იყო რომის პაპის იოანე პავლე მეორის ყოველდღიური და ხელმოსაწერი კალამი, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. მის საყვარელი კალამი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. და ნუ ავრორა ჩემთვის არის ძალიან შთამაგონებელი, იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ ხოლმე ბრენდზე, ალბათ ერთ-ერთი როლ მოდელი არის, იმიტომ რომ ანუ ძალიან ხშირია საქართველოში ამაზე წუწუნი, რომ აი ცუდ დროში გვიწევს ცხოვრება, ბევრი სირთულის გადალახვა, როცა ბრენდს აშენებ. და ჩემთვის არის ხოლმე როლ მოდელი და ამაზე ხშირად მიფიქრია, რომ ანუ ხალხმა, რავი, მართლა შიშველი ხელებით გადაარჩინა თავისი ბრენდი, იმიტომ რომ მიწასთან გაასწორეს ქარხანა. ფიზიკურად აღარ ქონდა და 2 წელიწადში 88 გამოუშვეს რა. და ეგეც აჩვენებს კიდე იმას, რაც ჩვენ ძალიან ხშირად ვუსვამთ ხოლმე ამას ხას, რომ კალმის მოყვარული საზოგადოება არის ძალიან განსხვავებული იმით, რომ მარტივად იგებ რა, რაღაცა სხვა ერთგულების ხარისხი აქვს უკვე ამ თანამშრომლებსაც, ან მარტო ის мотиваცია არ არის. რომ რაღაც ხელფასისთვის არ მუშაობ რა მარტო კალამზე როცა მუშაობ. და თან ავრორა არის კიდე გამორჩეული იმით, რომ
მე ვიტყვი რა მე რატოც მიყვარს განსაკუთრებით, რომ ყველაფერი მზადდება in-house, ან დღევანდელ დროში ეგ არის ძალიან იშვიათობა. ანუ ყველა მასალა, რომელსაც იყენებენ, ყველა წვერი, მექანიზმი, ყველაფერი აწყობა მთლიანად ხდება ქარხანაში, ან იტალიაში, მათ ქარხანაში და ეს არის ძალიან დიდი ძენს ამას კიდევ უფრო დიდ ფასს, რა. და რაც კიდევ უფრო მეტად აღმაფრთოვანებს არის ის, რაც შენი მოგზაურობისას შენც გაუსვი ამას ხაზი, რომ ყველა მოდელის ნახაზი აქვთ შენახული დღემ. ყველა ნაწილი, ყველა დეტალი 1919 წლიდან და საერთოდ ნიმასტერი ყავთ, ანუ წვერის ოსტატი ყავთ, 50 წელია მუშაობს, ანუ 50 წელი. თვითონ იყო უკვე 70 წლის, 19 თუ 18 წლის ვიყავი რომ მივედიო და 50 წლის სტაჟი შევასრულეო. ანუ და იქ საერთოდ ადამიანები რომლებიც მუშაობდნენ, არ ვიცი 15, 20, 25 აი ჩვეულებრივი ნორმა იყო ეს რომ მუშაობდნენ რა. ამ წლების პერიოდში. და ნუ იქ მთლიანი ისტორია თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, იცი ავრორას მუზეუმში რაც მომეწონა, ტორეს იყო ის, რომ ისა აქვთ რა ქვია მთლიანი მსოფლიო კალმების მუზეუმი არის. ეს არ არის მარტო სპეციფიურად ავრორასთვის, ხო? საიდან წამოვიდა იქ კონკლინსაც ნახავ, სიტყვაზე, ნუ მომბლანსაც ნახავ, პარკერს, ვოთერმანს, ყველაფერს და ამან რაც ხატყო ჩემთვის გეტყვით რომ ეხლა ამაში განსაკუთრებული რა არის, ხო? არაფერი, მაგრამ როგორ აფასებს თვითონ ავრორა და ის ზოგადად კალმის ინდუსტრიაში მწარმოებლები ერთმანეთის ღვაწლს. და არავინ არ ჩრდილავს რა. სხვა ინდუსტრიებისგან განსხვავებით, მოკლედ არ არის ესეთი კონკურენცია, რომ ერთმანეთს ვერ ძულდეთ ან ვერ იტანდნენ და რაღაც მსგავსი. ყველას პატივსცემს და ერთი რეალურად მიზანი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წეროს ხელით და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭონ ყოველდღიური წერის დროს მათ მომხმარებლებს. ესე რომ ვთქვათ რა. ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ჩვენ დღეს, ხო? ვისთან ერთად ავრორას მოყვარული ზუსტად. ავრორაზე ვილაპარაკოთ და კი, მოდი შენ მოგვიყევი, იმიტომ რომ კი, ჩვენი სტუმარი არის ბატონი გიორგი გვაჯაია, სამართალმცოდნე, ადამიანი, რომელიც გავიცანით სულ რამდენიმე თვის წინ უიღბლო შემთხვევის დროს, რო ვთქვათ, შეიძინა ჩვენთან ჭაულური კალამი, რომელიც არც თუ ისე კარგად წერდა. და ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენი კომუნიკაცია შედგა, შემდეგ ჩაურმავდით, გამოვიწერეთ ახალი წვერი, კი არა და გამოგვიგზავნა მწარმოებელმა, ამასობაში ბატონმა გიორგიმ გასინჯა ჩვენთან სხვადასხვა მოსინჯა წერის დროს ინსტრუმენტები და საბოლოოდ აგერ მაგიდაზეც სუფევს ავრორას ტალენტომი, შეზღუდული გამოშვება არის სხვათა შორის 555 წელი და მე მიხარია რომ საერთოდ ამ 555 წელიდან ჩვენ გქონდა საქართველოში სარეალიზაციო წარდგენილი მოდელი და ის ფაქტი კიდეზე მახარებს რომ ესეთი წერის მოყვარულ ადამიანის ხელში აღმოჩნდა ეს მოდელი, იმიტომ რომ სასწაული აქვს. და მე მანუსკრიპტიც და მანუსკრიპტიც და full set-ი მოვედი აქ, სადაც მადლობა გიორგი მოკლედ სტუმრობისთვის. მანუსკრიპტიც უნდა იყოს და სანდრო რო არ დამავიწყდეს, აქ საუბრობდა ტორესა, რომ ერთადერთი მწარმოებელია, ერთ-ერთი თუ არ ვწდები, სადაც ყველაფერი ადგილზე იწყობა ავრორას შემთხვევაში წვერის ჩათვლით რა, რომელიც განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩევა. და ამავდროულად მინდა აღვნიშნო ჩვენი გაცნობის და დაახლოების საბაბზე საუბრობდი, წვერი გამოვიწერეთ მაშინ ახალი. მე ვფიქრობ, თუ არა ერთ-ერთი კომპანია არის ავრორა, რომელიც შეიძლება ესე ბრმად იყიდო, არც შეამოწმო, აი out of the box ეძახიან, პირდაპირ გამოიყენო კალამი. აი წუნდებული პროდუქცია აქვს მაგას საერთოდ მე არ ამგონი, არც მსმენია, არც გამიგია. მით უმეტეს მე ახალი ვარ ახლა ამ სამყაროში, თქვენი დამსახურები და მე ვფიქრობ, არც შენ გსმენია ამის შესახებ. არა, იმიტომ რომ თითოეული წვერი იტესტება სათითაოდ, სანამ დააყენებენ რა. და სწორედ ამიტომ მოვკარი ყურის საუბარს ავრორაზე იყო და მოვედი სინამდვილეში, ახლა მინდა მივესალმო თქვენს მაყურებელს და მადლობა გითხრათ უპირველესად მოწვევისთვის. მე აქ დიდი სიხარულით მოვედი. ამავდროულად პასუხისმგებლობით და ძალიან ვაფასებ ამას. და რაც მთავარია, მიზანი მაქვს. მინდა რომ ჩემი ეპიზოდი რაღაცნაირად
შთამაგონებელი იყოს თქვენი მაყურებლისთვის და მე ვფიქრობ, რომ გამოგვივა ერთობლივად. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გვესტუმრე და აი ძალიან ჩემთვის იყო მე ხა სანამ გაგიცნობდი სამ დროსგან უკვე გავიგე შენ შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა ჩემთვისაც იმიტომ რომ აი ადამიანის ჩართვა აი ამ პროცესში ამ სიამოვნებაში ამ დინებაში ასე ვთქვათ რასაც ქმნის ხო ეს ჭავლური კალმები არის ძალიან სასიხარულო და განსაკუთრებული გამოცდილება აი შენ გამოცდილებაზე მინდა რომ მოგვიყვე აი როგორ გადადგე პირველი ნაბიჯები და რა შეგრძნება გქონდა და რატო შეგიყვარდა ასე ვთქვათ. აი სანდრომ როგორც აღნიშნა, ნუ სულ ამდენიმე თვის წინ შევიცანე ეს სამყარო, რომელიც შენ პარალელურად არსებობდა თურმე და მე დიდად მოხდა ისე, რომ დიდი შეხება არ მქონია. ნუ არ ვიცი, გარემოცვასაც ალბათ მნიშვნელობა და რაღაცა და ყველაფერი დაიწყო, ნუ 21 საუკუნეში ვცხოვრობ ციფრული სამყაროთი, რა თქმა უნდა. სადაც ვნახე ვიდეოები რამდენიმე სადაც ერთი ტკბილ მოუბარი ახალგაზრდა კაცი რომელსაც ტორესა ქვია მე გავიგე გავარკვიე ძალიან ისე კარგად გასაგებად მარტივი ენით საუბრობდა იმ კალმებზე ამის შემდგომ უკვე მოხვდი ინგრავიერში მე პირიქით მეგონა რომ არა ესე დაიწყო ჯაჭვური ისწავიდა უკვე ინგრავიერში მოხვდი იქ უკვე სანდრო გავიცანი და დღეს უკვე აქ ვარ რა თქმა უნდა, ჩემი აღჭურვილობით მანუსკრიპტის ბლოკნოტითა და ავრორას ერთ-ერთი მაღალი კლასის კალმით, რომელიც ძალიან მომწონს და ამბეჭდავად გამოიყურება მინდა რომ ლამაზია მას. მაგრამ სინამდვილეში ჩემგან განსხვავებით შენ მოქმედი იურისტი ხარ, ხო? სამართალმცოდნე. მე განათლებით ვარ და დიდი ხნის წინ მივატოვე პროფესია როგორც პროფესია, მაგრამ ნუ ისეთი პროფესია წერასთან დაკავშირებული და ნუ დარწმუნებული ვარ გიწევდა ხშირად წერა ხელით. ეხაც გიწევს და მანამდეც. აი ეს განსხვავება რა იყო? მე გეტყვით ეხლა როგორ იყო ეს არ იყო ჩემთვის ახალი ხილი მელანი და ჭვერიანი კალმით წერა და რაღაცა. აი თქვენ შესახებ რო შევიტყვე რაღაცამ იფეთქა ჩემში გამიგეთ და დავბრუნდი ციფრული სამყაროდან უცებ კომუნიზმში აღმოჩნდი. სადაც იმ თაობისა ვარ რომ იტყვიან სწორედ 80-იანი წლები ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა აი დრო რომელიც არასოდეს დაბრუნდება და ასე შემდეგ და ის პერიოდი იყო როდესაც მეორე კლასამდე მე რატომ სულ ღაფავდა მაშინ კომუნიზმი მიწურულს პერესტროიკის პერიოდი რო დაიწყო ორი კლასი მომიწია მე მოგვიხსნეს რატომღაც ეს ვალდებულება რომ მაინც და მაინც ეგრეთ წოდებული პეროებით აი ამაზე მაქვს საუბარი აი ამის თაობისა ვარ ეს არის ეგრეთ წოდებული პეროები ვაშინგტონი აი ესენი იყო მოგვიხსნეს მაგრამ ის ხიბლი დამამახსოვრდა აი დედა მაგალითად 75 წლის გახლავთ დღეს და ისეთი კალიგრაფია აქვს აი სწორედ მაგის დამსახურება იყო აი ჭვერიანი იმით კალმები მელნით წერის იქ ნაჟიმებს ეძახდნენ მაშინ დაწოლა ქვია ალბათ ხო რაღაცა იქ გამოყვანა იმის და თელი ესთეტიკა რო დაუფიქრდე ადამიანი და ახალი ხილი არ იყო ჩემთვის და ძალიან ისე შევედი ბუნებრივად აი გავშლით აუცილებლად სხვა დროს გვეყოლება ისინი კალიგრაფები რომლებიც ამაზე მოგვიყვებიან სპეციფიკურად და არ გამჭირვებია სხვათა შორის დიდი ინტერესით შევედი ნუ საოცარი დიდი ინდუსტრია ყოფილა ფაქტობრივად აი ჭავლური კალმების მე მქონდა მცდელობები სხვათა შორის 90-იან წლებში ავადმოსაგონარ პერიოდში ვიყიდე ერთი ჭავლური კალამი იყო და ნუ რასაც თქვენ საუბრობთ ხშირად ხოლმე გაჟონა რაღაცა დამემართა სასწაული და არც არჩევანიც აღარ იყო მაშინ გულიც აგიცრუდა ხო ხდებით თქვენ ახლა და შევეშვი არ შემოდიოდა მაგ დროს ბევრი და ახლა არჩევანიც არ იყო სწორი ხართ ხო ახლა შემოვიდა როგორ იცით აი ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი არის რომ იტყვიან აი დაახლოებით ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში რა უკვე სხვა განზომილებაშია ეს ყველაფერი თურმე თანამედროვეობაში კი, ნამდვილად ესე მალე მე იმას დავამატებ თორეს რომ ესე მალე თქვენ რაც შეიცანით ამ სამყაროში ძალიან იშვიათი არის ანუ ეს დაახლოებით შეიძლება ავიღოთ სრული პერიოდი იყოს 4-5 თვე ხო? ნუ
თითქმის დღეს უკვე სრული თუ არა თითქმის სრული წარმოდგენა გაქვთ უკვე წვერებზე, სისტემებზე, მელნის სხვადასხვაობაზე, უკვე როგორც ვიცი, ხო, უკვე როგორც ვიცით, ან თქვენი პერსონალური მელანიც გაქვთ, რომელიც მოგწევთ, ანუ იპოვეთ უკვე თქვენი თავი რა, ესე კალამიც ნაპოვნი გაქვთ, მელანიც ნაპოვნი გაქვთ, მაგრამ კიდე აგრძელებთ რეალურად ისევ ძებნას, შეცნობას და ასე შემდეგ. და მე აქ აღვნიშნე რომ მიზნით მოვედი მეთქი კონკრეტული და მე ვფიქრობ თქვენც დაინტერესდებით ამ საკითხით და ვიცი რომ ისედაც ფიქრობთ. ბავშვობიდან დავიწყე მე ფაქტობრივად საუბარი და თქვენ ჩემზე უკეთიცით ალბათ რა ვიცი აკადემიური გიფიქრიათ ამაზე მე ბევრი არ მიფიქრია რა სარგებელი შეიძლება გქონდეს აი რა ეფექტებს იწვევს ხოლმე ხელიწერა. აი ბავშვებზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე, რომლებიც აი ბურთულიანი კალმით წერენ, ну არ ვიცი, არა თუ ქაღალდზე წერენ, ფურცელზე წერენ, არამედ ხელზეც იხატავენ და კედლებზე, მერხებზე ყველაფერი, ну ამით წერა შეუძლებელია მაგალითად, დადებითი მხარე ის აქვს, რომ კედელზე ვერ დაწერ და ვერაფერს ვერ გააფუჭებ ამით ეს უნდა წერო ქაღალდზე, მხოლოდ და მხოლოდ. თან კარგი ხარისხის ქაღალდზე რომ კარგი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა და მე იმედი მაქვს რომ აი თქვენი პოდკასტების ინტენსივობა გაგრძელდება როგორც ვიცი და შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, ну კერძო სკოლები თავისთავად და დაინერგება, კვლავ დაბრუნდება ეს დაწყებით კლასებში დოგმასავით ეს ჭავლური კალმით დაწყება, იმიტომ რომ აქ მხოლოდ კოგნიტური უნარების განვითარებაზე არ არის საუბარი ჩემი აზრით, სულთა ჩემს დაკვირვებას გეუბნებით, შტაბის-დილებას რაც მაქვს. ჩვენს პერიოდში მაგალითად იყო, ну მე ხლა რა თქმა უნდა, კარგთქოს კარგი გამგონეო, კომუნიზმის დადებით მხარეებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ცალკე გაკვეთილი ჰქონდა სუფთა წერა. რაც თავისებურ ესთეტიკას მოითხოვდა გამორიცხული იყო, იქ ზედმეტი რამე ყოფილიყო, სხვა გვერდზე უნდა გადასულიყავი, თუ რამე შეგეშლებოდა და ასე შემდეგ. და ეს იწვევდა ერთგვარ დისციპლინას, ორგანიზებულობას, ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ბავშვთან ახსაზრდელთან, ახსაზრდელ ბავშვთან მიმართებაში ამას და მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან ამით სკოლებიც, კერძო სკოლებს ნუ აქვთ ამისი საშუალება ეხლა რომ დანერგონეს თავიანთ იმებში, ამას ნებართვებიც არ ჭირდება და არაფერი და მე ვიცი რომ ინგრევიერში თქვენ გაქვთ ძალიან ესე საინტერესო ისეთი საბავშვო ხაზი, თან ძალიან ხელმისაწვდომი, იმდენად ხელმისაწვდომია ფასის მხრივ რომ ხარისხი ბევრად აღემატება და ბევრად ძვირადად შეიძლება მაგის რეალიზაცია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები და გამიხარდება, იმიტომ რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩემს ბავშვებთან ზოგადად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სკოლებში ხელიწერის, ჭავლური კალმით წერის დანერგვა ბავშვების განვითარებისთვის და აღზრდისთვის. კი და სხვათა შორის მე დავამატებ იმას, რომ ეს არ არის მაინც და მაინც წარსულზე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრ თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში არის ეგ სტანდარტი, რომ დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვები სწავლობენ წერას, ჭავლური კალმით სწავლობენ და რატო არის ეს? ან ზოგან საერთოდ კალიგრაფიის კალმით. მაგრამ რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როგორც ვამბობთ და ბევრჯერ გაგვისურვებს ამისთვის ხაზი, რომ როცა კალიგრაფიული კალმის წვერით ან ჭავლური კალმით წერ, ხელი არ გაგირბის, ანუ შენ ხელი სწავლობს მოხაზულობას, მეხსიერება და შენ ხელი ავტომატურად იმახსოვრებს ამით როცა სწავლობ. და მერე გაკრული ხელიც ბევრად ლამაზი გამოდის. ვიდრე როცა სწავლობ ბურთულიანი კალმით. აი ეგ განსხვავება სულ მინდა ხოლმე რომ ადამიანებმა იგრძნონ, იმიტომ რომ როცა ჭავლური კალმით წერ და მე უცბად ბურთულიანს აიღებ, ეგრევე ხვდები მაგას, რომ ხელი თითქოს აი დარბის რა, შენი არ არის. და როცა პატარა ხარ და ჭავლური კალმით იწყებ ამ მოხაზვების კეთებას, ხელი სწავლობს ამ მეხსიერებას და მე ჩქარაც რო წერ, უკვე ის ნაწერი აბსოლუტურად სხვანაირი გამოდის. ამიტომ ეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ნუ ეს უკვე მართლა მეცნიერულად ვიცით, რომ შემოქმედებით უნარზე როგორ მუშაობს, მეხსიერებაზე როგორ მუშაობს და
ჩვენთან ხდება კატასტროფა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი უთქვამს ჩემთვის ეს, რომ აი ჩემი შვილს პროსტა ავიწყდება ხელით წერა. მე აი მშობლებს უთქვას, რომ მე ნერვიულობ, რომ ბავშვი რო წავა გამოცდაზე იქ ხო კალმით უნდა დაწეროს. და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს ისე დაწეროს, რომ ვინმე ეს დაიკითხოს რა და ეს უკვე სერიოზული პრობლემა ხდება ჩვენთვის, მაგრამ ეს არ არის მარტო ის, რომ ცუდი კალიგრაფია აქვს და შეიძლება რაღაც მომენტში შედაც აურიოს ან ხდაც. აქ მეორე პრობლემა შემოდის, რომ ეს ძალიან ცუდად მუშაობს მეხსიერებაზე, როდესაც კალმით წერა საერთოდ ამოღებულია პრაქტიკიდან და ძალიან ცუდად მუშაობს შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, როცა საერთოდ ბავშვი არ ეხება კალამს და ფურცელს. ამიტომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მეც შევუერთდებოდი ამ სურვილს, რომ მოდი ვუბიძგოთ და თან ერთ-ერთი მიზეზი რატოც ეს ბავშვებს არ მოწონთ ხო ეს ხელით წერას რატო ანებებენ თავს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კალმით ფურცელზე წერა, დამღლელია რა, ხელიც გეღლება, მადლი გიჩნდება, აღარ გინდა ხა და ხელმისაწვდომია ეს ციფრული ეპოქა და ხო იმისთვის მე უფრო კომფორტული ხდება ეს და კარგი კალმის და კარგი ფურცლის გემო უნდა გააგებინო ადამიანს და სახაზავით კი არ უნდა ურტყა ხელში რომ აიძულო. მე ნამდვილად გავიგე და ამის ხო, აი რო გაიგე რამდენიმე თვე უკვე ლეპტოპთან არ მივდივარ საჭიროების გარდა მაინც ითხოვს ახლა თავისი არა ახლა ციფრული ეპოქა კაცო კარგი კალამი არის ავრორა რა თქმა უნდა ჩემთვის და ქაღალდს რაც შეეხება ეს ტომ რივერის ქაღალდი მე მგონი ერთადერთი საქართველოში არის საერთოდ ან დისტრიბუციის მხრივ არ არსებობს ანუ ტომ რივერზე მოუყვები ორი სიტყვით რატოც გადავწყვიტეთ რომ მანუსკრიპტში გამოგვეყენებინა ტომ რივერის ქაღალდი ეს არის ქაღალდი რომელიც უძლებს ყველანაირ კალამს, ყველანაირ მელანს, სპეციალურად კალმით წერისთვის არის იდეალური. მელნის ფერს გადმოსცემს ზუსტად, ეს თვითონ ეხა ეგეც ხალხმა არ იცის, რომ მელანს სხვადასხვა ფურცელზე რო იყენებს, შეიძლება აბსოლუტურად სხვადასხვა ფერი მოქცეს და მელნის მწარმოებლები ამბობენ, რომ ტომ რივერზე თუ გინდათ რომ გაიგოთ ჩვენ რა ფერი ჩავიფიქრეთ, ტომ რივერზე დაწერეთ. რომ ზუსტად გადმოსცეს და ნუ მეორე რაც აქვს პლუსი არის ურბილესი ზედაპირი და როცა ჭავლური კალამით ამას ყოველთვის გრძნობ ფაქტურას ქაღალდის. როცა წერწერ ტომბოერვერზე ეს არის საოცრად სასიამოვნო გამოცდილება და გარდა ამისა აი ტომბოერვერი არის ესეთი ფურცელი რომელიც არ იყიდება არ აქვს დილერები და უშუალოდ წარმოებლის გამო წამოიღო, იმიტომ რომ დღემდე 1914 წლიდან მხოლოდ ერთ ქარხანაში იწარმოება იაპონიაში და შესაბამისად ეს არ არის ქაღალდი, რომელსაც ყველა კუთხეში შეხვდები და როდესაც ჩვენ დავიწყეთ მანუსკრიპტზე მუშაობა, გვინდოდა რომ ეს ქაღალდი გამოგვეყენებინა, რომ ეს ყოფილიყო საუკეთესო გამოცდილება მათთვის, ვინც ჩვენ ბლოკნოტებში დაწერთ. ეხლა მე ჩემი შთაბეჭდილება მინდა გითხრათ პირველი რაც შესამჩნევია ეს არის 56 გრამიანი თუ არ ჩნდება ხო ქაღალდი. ყველაზე თხელი ფურცელია რომელიც მელანს უძლებს. ბევრგან ხვდებით მასიურად ეგრეთ წოდებულ საკანცელარიო მაღაზიებში დაბრენდილ, მაგრამ გაუგებარი წარმომავლობის ქაღალდით გაკეთებულ ბლოკნოტებს, რომელსაც ხელში რო აიგნო, რა წიგნივით არის გამიგეთ, აი რა დისკომფორტს იწვევს. სატარებლადაც მძიმეა და ეს იმდენად მსუბუქია აი ეს არის დადებითი მხარე ხელშესახე ეგრევე ხვდები რა ხარისხს რო იღებ ხელში რო სხვაგან ხარ აბსოლუტურად რა განსხვავებით ამის შემდგომ უკვე იმედად გახედვაც აღარ გინდა რა თუ გამოყენება ნუ მე ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია და ნუ ქაღალდის ხარისხი და ფერთა გადმოცემის ნიუანსები რაც ახლავს ამ ქაღალდს ნუ ეს უნდა შეიგრძნოთ მე მგონი თითეულმა თქვენთაგან. ხო, აი მე წერან მკითხეთ ეგ, რომ აი თქვენ ისეთი პროფესია გაქვთ, რომ ბუნებრივად ბევრი წერა გიწევთ და აი ეს განსხვავება, აი როგორი იყო, როცა თქვათ პირველად უკვე აი ეხლა ამ პერიოდში ეს ჭავლურ კალამს შეეხეთ, ბურთულიანი კალმებით წერდით მანამდე და მერე გადახვიდეთ. ნუ ჩემი საქმიანობას ახლავს ეს სპეციფიკა, მიწევდა ბურთულიანი კალმით, მაგრამ იქაც ვცდილობდი, რომ რაღაცა კარგი ხარისხის შედარებით მქონოდა მაგრამ
მას შემდეგ რაც აი თქვენს სამყაროში შემოვედი, ეს სხვა განზომილება არის, უნდა აღვნიშნოთ, ან ავრორას ახასიათებს თავისებური მანერა წერის. აი თქვენ აღნიშნეთ თორეს ადრე რომ ბურთულიანი კალმის დროს ხელი გაგირბის თითქოს რაღაცა და ამას აქვს ეგრეთ წოდებული ფიდბექს ეძახიან უკავშირდება ხო ასე ქვია ხო თავისებური ხასიათი რომელიც აი არ გაძლევს იმის საშუალებას რომ სხვაგან იყო მობილიზებული ხალ ყველანაირად თან სიამოვნებას იღებ და თან კონტურებიც ლამაზად გამოგდის რა თვითონაც სასიამოვნო ხდება ის პროცესი ის საქმე რასაც აკეთებ ისთვისაც წერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შთაგონების წყარო კი ეს გადაჭარბების გარეშე სხვათა შორის ასოციაცია გამიჩნდა ეს თქვენგანაც გავიგემ ეს სულთა იტალიური ხასიათი ფერარი რა თქმა უნდა და ერთადერთი და განუმეორებელი წერის მანერა ალბათ რა კი, გეთანხმებით, იმიტომ რომ მაგრამ ეს უნდა შეიგრძნოს ადამიანმა გადმოცემით აი ერთადერთი და განუმეორებელი მართლა ეგ არის, იმიტომ რომ მაღალი დონის მწარმოებლები, ვინც აი სხვა ლიგაში თამაშობენ, ესე რომ ვთქვათ, ყველა მათგანი ნერგავს იმ წერის მანერას, რაც არ განმეორდება სხვაგან. ანუ ვერ დაუშვებს ვერასდროს სიტყვაზე ავრორა, რომ დაემსგავსოს მისი წერის მანერა სიტყვაზე მონბლანს და პირიქით რა, ეს ბრენდები თავის ხასიათს ინარჩუნებენ და სწორედ ამაში არის. აი ეს სამყარო როგორც ვამბობთ ჩვენ და ვახსენებთ ეს ინდუსტრია, აი სწორედ ამით გამოირჩევა, რომ უნდა მივაგნოთ, აი ხასიათურადაც იყენებენ რა, სიტყვაზე აი ავრორას ხასიათზე ხარ წერ ავრორით, რაღაცა მოხვედი პელიკანის ხასიათზე გერმანულ აი რაღაცა გერმანული მერსედესი გინდა რომ ჩაჯდე სიტყვაზე აიღებ დაწერ პელიკანით. აი რაღაც სტანდარტში მოგაქცევს რა და აი ეს ფიდბექი უკვე კავშირი რასაც მომლებით ეს სიტყვა რომ თქვენგან გავიგე მე ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ ტორესასაც. იმიტომ რომ ხო მაგას რომ აღნიშნავს უკვე ადამიანი მივიდა ხო იმიტომ რომ მეც ყოლა მაგალითად ვინც არის ყველა მეუბნება რომ გაუსმევდა საერთოდ რო არა აქვს აუ რა კარგია საერთოდ არა აქვს არანაირი რბილად. ეს მხარეც არის ეგ კატეგორია და არსებობს ჭავლური კალმები სპეციალურად მათთვის, მაგრამ ცოტა უკავშირი თუ არ წამოიღო ფურცელთან, ჩემთვის მაგალითად ვერ არის სრულყოფილი. ამან კიდე ორი ფაქტორი შემოდის და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ფაქტორები რა, მაგალითად, როცა ხარ შეხვედრაზე. და სწრაფად გინდა რომ ჩაინიშნო რაღაცები რა. ანუ ამ დროს კარგია კალამი, რომელიც აეს ეწერს რა, ანუ უკავშირის გარეშე და ანუ მოგყვება ასე ვთქვათ რა, სწრაფად წერაში მოგყვება ხა. და არის მომენტი, როცა მართლა თქვენ რას თქვით, რომ აი აქ და ახლა გინდა ყოფნა რა, mindfulness რასაც ეძახიან, ხო, რომ აი იგრძნო ყველა მოხვევა, ყველა პატარა დეტალი და ასე შემდეგ და აი მაგ დროს უკვე სხვა კალამი გჭირდება. არის მე მაგალითად ყოველდღიურად ვიყენებ მინიმუმ 5 კალამს მაგის გამო. იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცის სხვადასხვა კალმის ხასიათზე დგები რა. ანუ პელიკანს მართლა თავისი ჩვენ შორის ყველაზე ბედნიერი კაცი ხარ, მწერალი ხარ. ჩვენ ვეძებთ მიზეზებს რო წერებ, ნოგი პელიკანი მე ვერ ვიგუე მაგალითად. ეცე არის პელიკანის მოდელებს გააჩნია რა, იმიტომ რომ სუვერენს აბსოლუტურად სხვა ისა აქვს, აი აბსოლუტურად სხვა ხასიათია. ოფის ხაზი სხვა აქვს. ხო, აი მაგალითად ტვისტი იაფიანსში რო წავიდეთ, აბსოლუტურად სხვა აქვს, აი ტვისტი უფრო ახლოს არის, თქვათ ლამისთან, ან კი, სწორი შედარება. ხო, აი უფრო ისეთი მორგებული კალამია რა. აი მე მაგას ურჩევ ხოლმე მაგალითად, აი როცა პირველი კალამი უნდა იყიდონ ადამიანებმა რა დაუშვათ აი ლამის ტვისტს, კრიქსის პუნტოს მაგალითად რატო? იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ეს გამოცდილება იმასთან რაც იცი, ანუ ბურთულიან კალამთან. არ დარბის ბურთულიანი, მედიატორის ის არის უკვე აი რომ დაუკავშირდე, სწორად რომ გადახვიდე. ხო, სწორად რომ გადახვიდე. და იაფად რო გააკეთე. ხო, პირველი კალამია. ხო, ანუ გარისკვა უფრო ადვილია რომ გარისკოთ 15 ლარი და 35 ლარი ვიდრე 150 და 300. ხო, ამიტომ ძალიან კარგია მაგისთვის. ამიტომ მაგას ძალიან უუფასებ მე რა. მაგრამ პელიკანს აქვს ძალიან ის აი მაგალითად მე ძალიან მიყვარს სუვერენის ხაზი. რას ამობ? M სერია ჩემს. M სერია, ხო, ანუ ძალიან მაგალითად ცალკე გავაკეთებთ აუცილებლად პოდკასტს და ეხლა მელნებზე ჩვენ ძალიან ბევრს ვკამათობთ ხო ხმაურებელმა არის ეს გიორგი რომ შემოვიდა ჩვენ სამყაროში ძალიან ბევრს კამათობთ ხოლმე მელნებზე კონკრეტულად. ჯგუფიც გვაქვს უკვე ესეც რომ გავაჟღეროთ? კი, გავაჟღეროთ ეგეც, მოკლედ ჩვენ ძალიან გვინდა რომ შევგროვდეთ ერთად, იმიტომ რომ ეს გამოცდილების გაზიარება ორი სიტყვით ვიტყვი, ჯგუფი რატო არის მნიშვნელოვანი. მოკლედ მე ვიყავი ძალიან მარტოსული წლების განმავლობაში. ანუ
ერთადერთი ადამიანი ვიყავი ჩემი გარშემო ნაცნობებში, ვისაც ეს თემა საერთოდ მაინტერესებდა. და მაშინ კიდე არ არსებობდა, მე როცა ამ კალმებით დავინტერესდი, არ არსებობდა არც Facebook-ი იყო, არაფერი არ იყო, არც YouTube-ზე, ეხლა უამრავი რივიუ დევს და რავი ინფლუენსერები არსებობენ კალმების, ეხლა ჩვენ ხშირად უყურებთ ხო ამას, მაგრამ მაშინ არაფერი არ იყო რა და ანუ ძალიან მქონდა ხოლმე სუშიმშილი, მაგრამ ეხლა რაც არ უნდა რივიუებს უყურო, აბსოლუტურად სხვა არის, როცა ცოცხლად უცვლი ინფორმაციას. რა ეხლა მე რო სანდრო რაღაცას მირჩევს, ან სიტყვაზე შენ რო შენ გამოცდილებას მიზიარებ მელანზე, ხო? სულ სხვა არის რა ეს ცოცხალი კომუნიკაცია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვინც ვიცნობთ ერთმანეთს რაღაცა ჯგუფი გავაკეთოთ ხოლმე და იქ რაღაცებზე ვჟელოთ ხოლმე, მაგრამ გვინდა რომ ეს წრე გაფართოვდეს რა და მოკლედ ჩვენი მანუსკრიპტის მომხმარებლებსაც და ინგრევერის მომხმარებლებსაც და მე იმედი მაქვს რომ სხვა მაღაზიებიც შემოგვიერთდებიან ამაში, რომ ვინც ყიდულობს ჭავლურ კალმებს და ჩვენ ბლოკნოტებს, რომ ამ ჯგუფში რაღაცნაირად მოვიყაროთ თავი და ეს ინფორმაცია გავუსვამოთ. ერთადერთი ჯგუფია, რომელიც დამიუთებული არა მაქვს, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგის სხვა ყველა დამიუთებულია, ეს არა. არც მე არ მაქვს დამიუთებული, რა თქმა უნდა. სხვათა შორის არც მე. რეაგირებ ეგრევე ოპერატიულად. კი და მელნებზე ვლაპარაკობთ ხოლმე ძალიან ბევრს რა და აი შენი გამოცდილებით რატო არის მელანი? კი, მე ჩემი საინტერესო იცით რა არის ჩემ შემთხვევაში და ეს მინდა გაგიზიაროთ თქვენს მაყურებლებთან ერთად. თურმე მელნებსაც თავისი ხასიათი ქონიათ. არის მშრალი მელნები, უფრო ვეთ მელნებს რო ეძახიან, სრული მელნები, წერის მანერა სხვანაირია, ეფექტური სხვანაირი ეფექტი აქვს სხვადასხვა ქაღალდზე და ასე შემდეგ. რა ვიცი, მე ძალიან საინტერესო სფერო ყოფილა ამ ხრივაც, ნუ ეხლა ერთს მივაგენი ლურჯი მელანი, თქვენ ხშირად ხუმრობთ, გაღიზიანებთ, განსაკუთრებით სანდროს აღიზიანებს ეს ლურჯი მელანი და კი მეც. ერთხელ დავემუქრე, სხვათა შორის ზუსტად ინგრევიერის წინ უნდა გავხსნა მეთქი. შავი და ლურჯი მელნების მაღაზია მეთქი, მე უთხარი. შენს გამყიდველებსაც განმოვიბირებ აქეთ მეთქი და აი ნახე მეთქი რა გამოვიყენე მე ჩავასხი შავი მელანი, საერთოდ არ ვიყენებდი მანამდე, მართლა. მაგრამ გამოვიყენე, აი რჩევა მაინც რას ნიშნავს, ხო? ინფორმაციის გაცნობა, რომ გავცალე ის ჩემი კაპლეს ფილოტეს და ჩავასხი რა ეს შავი და სხვა შორის კარგია, აი მე ვიცი რა რომელი არგუმენტი იყო ჩემი გადამწყვეტი. რომელი? აი თქვენგან მახსოვს სულ რომ აი ცნობილი ადამიანები აწერდნენ ამ კალმით ხელს როგორ იყო კი ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე მაგას ანუ ნატოს დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა პარკერით ხელი ანუ ნუ ჯერ ერთხელ იყო კიდე ბოლოს იყო სანდრომ ჯგუფში ჩაგვიდგო ეს ცნობილი 88 ვიდეო როგორ აწერს რეცეპშენში ხელს ძველი თაობის წარმომადგენელი და შევნიშნებეთ რა თქმა უნდა რომ ყველა აბსოლუტურად თუ დააკვირდებით ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერები სრულდება შავი მელნით. აი ეს უკვე გადამწყვეტი აღმოჩნდა და გააკეთა. არა, სხვათა შორის ეგ ჩაიდინა ეს უკვე სანდრომ რომ ერთ-ერთი კალამი გამოყო შავი მელნისთვის რა. მე მინდა აქ შევნიშნო რატო მეც მაღიზიანებს და ვიტყვი რატო აღიზიანებს სანდროს კი შეუძლია თვითონაც თქვას პრინციპში, მაგრამ მეც მაღიზიანებს და ლევი. ანუ რატო? იმიტომ რომ ძალიან დიდი მოკლედ ძალიან მოსაწყენია რა შავი და ლურჯი. სულ შავი და ლურჯი და ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფერები, ხო? ყველა კალამში. და განსაკუთრებით არის ხოლმე ჩემთვის გამაღიზიანებელი, რომ ეხო ამ მელნებს, ანუ ერთი არის რამდენი კალამი მაქვს და მეორე არის რამდენი მელანი მაქვს. ანუ წითლის ტონები, ლურჯის ტონები, წვანის ტონები და წარმოიდგინე ხა ამდენი ვიფიქრე, მოვირგე, ჩავასხი მაგალითად დაიამინის ეს იმას ვიყენებ მე writer's blood ქვია და ნუ სულ არ მომწონს მაინც გამოვიყენებ ალბათ მაგ მელანს სახელის გამო წერლის სისხლი როგორ ჟღერს ხო და ჩაასხავ მელანს და მიდიხარ სიტყვას ბანკში ხელშეკრულებას უნდა მოაწერო ხელი და არა ლურჯით უნდა მოაწერო მაინც და მაინც ხელი და ეს გაღიზიანებს რა თორე რა თქმა უნდა ლურჯით და შავი მელანი არის უბრალოდ ყველაზე ხშირად გამოყენება და იმდენად ხშირია რომ მე მაგალითად სულ მინდა ხოლმე რომ ხალხო ლურჯის და შავის იქით ძალიან ლამაზი ფერებია და გამოიყენეთ იმიტომ რომ ეს მელნები ძალიან მრავალფეროვანია რა აი ხა ეს არის მაგალითად ტურკოიზი ქართულად არის ფირუზის ფერი ხო ვეღარ გავუსწრებ ძალიან ლამაზი ფერია ეს ძალიან ლამაზი ფერია რა და აი სიტყვაზე ეს არის ფირუზა რამდა გავიწყდა თელა ხო თან ეს არის რა ქვია სანდროს ერთ-ერთ საუკეთესო კონსულტანტს ქვია ფირუზი და
ძალიან მაგარი კაცი. ხო, ძალიან დიდი წვლილი აქვს ფიროს, ესე იგი, კალმების და მელნების იმაში, რა ქვია, კალმების და მელნების პოპულარიზაციაში. ხო და აი ეგ არის ხოლმე უბრალოდ კი არა მაღიზიანს, კი არა ბრაზდები, აი მინდა რომ პოპულარიზება გავუწიოთ, რომ შეგიძლიათ რომ სხვა ფერები გამოიყენოთ. ეს სხვათა შორის ეს სიამოვნება ბურთულიანი კალმის მომხმარებლებს არ აქვს. არ აქვს. იმიტომ რომ ბურთულიან კალამს არ აქვს ეს შესაძლებლობა, რომ ამდენი ფერი და თან მე ამ ფერებს აქ კიდე შრეები რა. აი შავს რო ვამბობთ ახლა, ყველას ხო წარმოუდგენია შავი. და ეხლა მონბლანის შავი, მონტევერდეს შავი, აურორას შავი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ აი აბსოლუტურად სხვადასხვა შავია რა. ისევე ლურჯი მაგალითად. არა, იქაც არის მე Midnight Black-ი, ოირი, ანუ ქვეყანა უამრავი. ეს არის კიდე ცალკე დიდი სამყარო. მაგრამ კიდე ბლოკნოტში არა გაქვს ვარიანტები გვაჩვენე. ბლოკნოტში შემიძლია გაჩვენოთ, იმიტომ რომ აი ეხა მაგალითად ეს სპეციალურად წერ ხოლმე სხვადასხვა კალმით და სხვადასხვა მელნით რა. რომ ეს აღქმადი იყოს, აი ეს თქვა წითელია, ესეც წითელია, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირია, ეს იასამნისფერია, ეს ლურჯია, ესეც ლურჯია. ძირითადად F წვერს ვიყენებ ხოლმე ამ შემთხვევაში. აი წვანი, ბევრი აი ძალიან მიხარია ხოლმე აი შავი და ლურჯის გარდა რომ მელნები იყიდება ჩვენთან. ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის ხოლმე, სხვა შორის ახლა ჩამოგვივა დაგვემატება კიდევ 7 ფერის სხვადასხვა სახეობის მელანი და იმედია რომ იცით რა არის ყველაზე მეტად რა აი ეს არის იზრდება ნელ-ნელა ამ სხვა ფერების მელნების მომხმარებელი. აი ეს ერთი მაინტერესებს მე განსაკუთრებით აი ეს არის Writer's Blood-ი Diamine-ის ხო? Diamine არის მელნების წარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ავტორიტეტული ბრენდი და დღემდე აწარმოებენ მხოლოდ მელნებს ძირითადად, ანუ მათი ძირითადი პროდუქტი არის მელანი. ეს არის ჩემი მიერ ხსენებული კარგი ხალხია, სხვადასხვა შევხვდი ერთხელ და ვილაპარაკეთ ბევრი, გვითხრეს წაიღეო, მე ვთხარი ჯერ ლურჯს და შავს გადავეჩვიოთ და მე აუცილებლად ასე რომ თუ დავიწყებთ სხვა ფერის მელნების შემოვიტანთ ოფიციალურად და იმისაც და გვექნება. Diamine-ის სხვათა შორის არის ძალიან მრავალფეროვანი. სიხარულით ვიქნებოდი ამ მელნის აქვე უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად პელიკანი თუ დაარსდა, იყო როგორც მელნების, ანუ პელიკანმა გვიან დაიწყო კალმების წარმოება, იყო მელნის წარმოებელი კომპანია. ანუ მელანს აქვს ძალიან დიდი მონტევერდე უდიდესი მწარმოებელი არის მელნებში. უდიდესი და ძალიან მაღალი ხარისხის. მე მაგალითად აი ლურჯი მელნებიდან ჩამოვყალიბდი Ocean Noir-ზე მონტევერდესი, რომელიც არის, ენით აუწერელი, კარგი ეფექტის მქონე ფერია. კი ბატონო. ხო, ეხლა. და ველოდები ახალ იმას Cool Noir-მა დამაინტერესა კიდე. კი, არ მიწყენს ეხლა მონტევერდე ალბათ არც ესმით, ამას ეხლა ინგლისური ის არ ექნება სუბტიტრები და მაგრამ ინტელექტი ავტომატურად თარგმნის რო იცოდა YouTube-ზე და ამიტომ მოდი არა მელანი ანუ მელანში უფრო ისტორიული არის მონტევერდე. ანუ მონტევერდეს მელნის ხარისხი გაცილებით უფრო ანუ კლასით მონტევერდეს მელნები არის გაცილებით უფრო მაღლა ვიდრე მონტევერდეს კალმები. ბურგუნდიც მაგ. სუდი კი არ არის კალმები, უბრალოდ კლასს ვამბობ რა, ანუ აი კლასით სიტყვაზე მონტევერდე, ჩემთვის ახლა მე რომ დამიდო შეიძლება მონტევერდეს კონკრეტული მელანი. ხა რაღაც ITF ტექნოლოგიას იყენებენ, რომელიც ჭაუს უწყობს ხელს. კი, უფრო კარგად დენადია და ძალიან მარტივი ლოგიკა არსებობს ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი სიტყვაზე 500-1000 ევროიან კალამში უკვე მელანს ასხავს. ის მელანი უკვე ხდება მაღალი კლასის ავტომატურად. მონტევერდე ზუსტად აი ამ პოპულარიზაციის და გამოიწვია იმან, რომ Montblanc-ის, Pelican-ის, Aurora-s მომხმარებლები და ესეთი ტოპ კლასის ბრენდების მომხმარებლებმა დაიწყეს ამ მელნების გამოყენება მათ კალმებში და ამან ძალიან აწია, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე. ნუ ეხლა მე გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ აი პირობითად ვამბობ რა, აი რომ დამიდო ეხლა ვთქვათ Montblanc-ის და Monteverdes მელნები, არის Monteverdes ხაზში მელნები, რომლებსაც ავირჩევ. Montblanc-ის საპირწონეთ, ასე ვთქვათ რა. აი მაგალითად Viva Magenta, რომელიც აი წითელი არის, გადასარევი წითელია, ძალიან მიყვარს. ზუსტად. ხო, აი გამორჩეულად მიყვარს. ხასხასა და მეტყველი წითელია რაღაც. მაგრამ აი Aurora-ზე, რადგან დღევანდელი პოდკასტის თემა Aurora, მოდი მე მაინც Aurora-ზე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ ვიცოდი და სხვა შორს შენი ვიზიტის მერე გავიგე ეს, რომ Aurora-s მელანი, ანუ Aurora-s მელნები ყოველთვის მიყვარდა, ეს ცალსახაა, არის ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეულად კარგი.
მაგრამ თურმე როგორ აცარბო. ხო. ანუ ამ მელანს რო გამოუშვებენ, ჯერ ტესტავენ სხვადასხვა ტემპერატურაზე, მაგალითად შეაგდებენ -40-ზე, გაყინავენ, მერე გამოიღებენ 6 თვე ყავდებთ ამ ტემპერატურაზე, გამოიღებენ, გაალღობენ, დაწერენ. მერე 50 გრადუსზე შედებენ, დადებენ, 6 თვე დაელოდებიან, გამოიღებენ და ანუ იმ მელანს უშვებენ წარმოებაში, რომელიც ამ ექსტრემალური პირობების მერე არ იცვლის ფერს. შესაბამისად, ეს რო გავიგე, მას შემდეგ ეს გახდა ჩემთვის სამოგზაურო მელანი. ანუ შეგიძლია გადაფრინდე, რავი, ალიასკიდან მაშინ რა ვქვია, ავსტრალიაში სიტყვაზე და იცი რომ ეს მელანი არ გიმტყუნებს რა. ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაზე, მოკლედ ძალიან მდგრადია. მაგრამ სანდროს უყვარს ხოლმე სხვა რამის მოყოლა, რომ ჩვენი სამყაროში არსებობენ ჩვენზე უარეს მანიაკები, რაკნაირმა მომხმარებელმა შეიძლება ყველა მელანი ავტომატურად მოათავსა იმ პირობებში, რა პირობებში ავრორა გვიყვება რომ ესე ვაკეთებ, გააჩერა 6 თვე ზუსტად, შემდეგ გამოიღოთ, დაწერა თვითონ, ნახა რომ მართლა თურმე სწორად აწვდიან ინფორმაციას და დარწმუნდა თავის თავში და მერე ბრენდი შეამოწმა რა. ბრენდი შეამოწმა, ხო. ეხლა ეს არის ამოუწურავი თემა მართლა. ავრორად მელნებით, კალმებით ჩვენ ვერ მოვჩებით ვერასოდეს, მაგრამ სხვათა შორის თორეს ავრორა ამის შემდეგ ისე კარგად ვწერ ლათინური ასოებით თვითონ ავრორას, იქ რო იცოდნენ, მე მგონი ყოველ წელს გამომიგზავნიან რამე special edition საჩუქრად რა. სანდრო იცნობს მაგათ და იქნებ ჩააწვეთოს მაგათ ამის ესე. გაუგზავნე. სხვა შორის ერთი workshop-ი რო ქონდა მაშინ იქ ჯავჯვაძეზე. იქ რო დაწერეთ თქვენი ნაწერი, სხვა შორის გაუგზავნე და აღნიშნეს რომ ის არის რომ რა ლამაზად არისო. უთხარი კი. ერთი გადაგვიწერ თვითონ ძალიან გუნდიც ვინც უდგას უნდა აღვნიშნო რომ ძალიან შემოქმედებითი არის, ძალიან კაცთმოყვარე, აი ვერ აგიხსენებთ რა, ენით ისეთი აი ამ ნუ ზოგადად ყველა ბიზნესს რო კარგი გუნდი უნდა ყავდეს, ეს ორი აზრი არ არის, მაგრამ იმ ხელაში დაბაჭლებით დაუბრუნდი ხა, ზაფხულში ვიყავი მათთან, შემდეგ ზაფხულშიც ვესტუმრები, რო არ მოგბეზდება იმდენ რამეს გაიგებ, რო ვერ ამოწურავ, თვითონვე არიან მოტივირებული იმაზე, რომ ხა ის საქართველოში ხო აი ყველანაირად მოგყვებიან, ხელს გვიწყობა რომ მაქსიმალურად. ხა საერთოდ ბოლო საუბარზე ხა წინასწარ გაჟღერება არ გამოდის, მაგრამ ვფიქრობთ რომ გაზაფხულისგან შეიძლება ისეთი ივენთი ჩავნიშნოთ, რომ ბიგმასტერი ჩამოიყვანონ და თვითონაც ჩამოვიდნენ რაღაცა ცოტა ისეთი აუდიტორიას დაესწროს, რომ ეს უბრალოდ აი რა ამ ინდუსტრიის ის სიღრმეებში რო შევიდეს ეს ხალხი, ვინცაც გვაინტერესებს, ვინც ამ პოდკასტის მერე ინტერესდება, არ ვიცი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ცხოვრებაში არის ის რაღაც კონკრეტულს რო ეტრფი და თუ ეს კონკრეტული წერა და საწერ ინსტრუმენტია, რა ვიცი. აქვე ისიც უთხრათ ადამიანს, რომ თუ იტალიაში მოგზაურობას გეგმავთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ქარხანას, ნახოთ, ანუ აქვთ მაგის შესაძლებლობას აძლევენ ადამიანებს, რომ ასე ვთქვათ, ტურისტული ვიზიტით მიხვიდე, მუზეუმში, რესტორანიც აქვთ ხო იქ? კი, ლაუნჯიც არის, უბრალოდ ზაფხულის პერიოდებში შედარებით, ნუ გადასამოწმებელია ხოლმე მაგის ინფორმაცია Google-შია და ჩვეულებრივად მუზეუმში შეუძლიათ რომ შევიდნენ და ათვალიერონ. ან ტურისტულადაც საინტერესო, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ესე ვთქვათ. ტურინშიო სამნი ვართო რა, ეს ავრორაო, ლავაცა და ტურინის ივენტოსი. სამი რაღაც შეგიძლიათ ნახო. ერთი რამე მინდა შევნიშნო, საუბრობდა წეგან სანდრო ამაზე. აი მართლაც რომ ეტყობა, რომ აი კონვეიერული სისტემით არ არის წარმოებული, აი პროდუქციას ეტყობა. ამიგეთ აი მე საერთოდ ესთეტიკას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ხარისხს ამავდროულად, როცა საგნებს და ნივთებს ეხება საქმე მით უმეტეს. ხო და აბსოლუტურად ნუ აი იმის გამოხატულებაა, რაც ახლა სანდრომ მოყვა მათ მესვეურებზე, ავრორას მესვეურებზე. 9 გრამით მეტი არ იქნება თავსახურიო, თუ არ უნდა იყოს აი ეს მითხრეს. ანუ როდესაც მოიხაზება და ჩამოისხება ყალიბში, სანამ იმ გრამაჟს არ დასვავენ, დიზაინერულად მოაკლებენ და ამატებენ, რომ ზუსტად ის ბალანსი უნდა წამოგიღონ ხელში, რაც ჩაფიქრებული არის. შემთხვევით 32 გრამი ვერ იქნება რა, 32 გრამი უნდა იყოს და მორჩა. აი ეგრე აქვს. შეიძლება საერთო ჯამში წარმოებაში 1 გრამი ცდომილებაში წინ და უკან წავიდესო, მაგრამ ნუ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება ეგ რა.
ანუ ზუსტად ცხოვენ იმას, რაც უნდა მიიღო ბოლომდე და აი მაგას რო გრძნობ, რომ აი კიდე რო იწყება ბრენდის ისტორიიდან და მე შენ ხელში რო ექცევა, აი ყველა კალამმა უნდა მოგიყვეს ეს ისტორიაო და ეს მოაქვთ, ასე ვთქვათ, მომხმარებლამდე და ამიტომ გამოირჩევიან ისინი დღეს და მოწინავე პოზიციაზე არიან. კი ბატონო, და ამიტომაც გვიყვარს ავრორა და ვაფასებთ ასე. წავიდეთ დასრულებისკენ, იმიტომ რომ მართლა ამოუწურავი თემაა და მე მგონია რომ ავრორას კიდე დაუბრუნდებით სხვადასხვა მართლა აქაც ის შემთხვევა როცა ერთი მოდელი შეგიძლია აიღო და ძალზე პოდკასტი ჩაწერო თავისუფლად. სანამ დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ ესე იგი ჩვენ შთამაგონებელ პოდკასტს წარმოგიდგენთ პირველი პრემიუმ ხარისხის წარმოებელი ბრენდი საქართველოში, ბლოკნოტების ბრენდი საქართველოში მანუსკრიპტი და კალმების მაღაზია, სპეციალიზებული მაღაზია ინგრეივერი. ვიმყოფებით კაფე სამკაულში, რომელიც სულ გრძელად გვითმობს თავის სივრცეს ამ პოდკასტის ჩასწერად და თქვენ დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ვინც გვიყურეთ, ვისაც გაინტერესებთ, გიყვართ ან აწი დაინტერესდებით და შეგიყვარდებათ კალმით ფურცელზე წერა და დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს გიორგის, რომელიც არ დაგუზარდა, გვესტუმრა და გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და შეგრძნებები. მადლობა თქვენ. თქვენ. გაგვიხარდება თუ არხს გამოიწერთ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენსაც სტიმული არის. ქართულ სინამდვილეში სათანადო უგება ექნება ამ მხოლოდ თქვენ მხოლოდ იმის წარმოებლების წარმომადგენლები კი არ ხართ, ფაქტობრივად რასაც ვაკვირდები და რაც მე დავინახე ხელიწერის კულტურის განვითარებას, კვლავ დაბრუნებას და განათლების პოპულარიზაცია ხდება ფაქტობრივად თქვენს მიერ და ამიტომ მე მაინც იმეც ვიტოვებ, ახლა რომ საუბრობდით აქ ის აზრიც კი დამეპადა რომ კერძო სკოლის დირექტორი უნდა გავხდეთქო რაღაც მომენტში და დავნერგავ გავესაუბრები მშობლებს დაველაპარაკები აუხსნი ამის მნიშვნელობას თითოეულ პედაგოგს თუ რამხელა უპირატესობები ექნებათ მათ აღსაზრდელებს ბავშვებს მომავალ თაობას ზოგადად ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაში ასევე კოგნიტური უნარების განვითარებაში მე ვფიქრობ ამ ხრივ ჩვენი პოდკასტი შეიძლება პირველი ერთი ნაბიჯი იყოს, მაგრამ გარკვეულწილად შთამაგონებელი იყო თქვენი ერთგული მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, სადაც ასევე ძალიან საინტერესო სტუმრით და საინტერესო კალმებით დაგიბრუნდებით.